იმის მიხედვით, რაც უკვე ვიცით, რა შეიძლება დავარქვათ აი ამ ნაერთს. უნდა მოვძებნოთ ყველაზე გრძელი ჯაჭვი ნახშირბადების, რაც ამ შემთხვევაში არის ორ ნახშირბადიანი, ესე იგი ეთანთან გვაქვს საქმე და ვიცით, ხედავთ, რომ ნახშირბადი ბრომთან არის დაკავშირებული და ასევე ფთორთან, ასე რომ ეს იქნება ერთი ბრომო, ერთი ფთორო, ეთანი. ცოტა გავვარჯიშდით გავიხსენეთ სახელის დარქმევა. მაგრამ თუ დაუკვირდებით, ეს ნახშირბადი არის ქირალური ნახშირბადი, ანუ ქირალური ცენტრი არის ამ ნაერთის. შესაბამისად, შემიძლია ავრეკლო ეს ნაერთი და მივიღებ მაშინ მსგავს ნაერთს და მსგავს იქნება ძალიან ბევრი რამით, ანუ არა მარტო იმით თუ რისგან შედგება, არამედ იმითაც თუ რანაირად არის დაკავშირებული, მაგალითად ცენტრში ვინც ყავს დანარჩენებთან, ან ზოგადად რა მიმართება აქვს ერთმანეთთან ამ ელემენტებს, ხო? იმიტომ რომ შეიძლება მქონდეს მაგალითად ორი ნაერთი, ერთი და იგივე ნივთიერებისგან შედგებოდეს და რაოდენობაც ერთი და იგივე იყოს, მაგრამ ბმები იყოს სხვანაირად გადანაწილებული. აქ ამ შემთხვევაში ეგეც კი არ გვაქვს, ანუ ამ შემთხვევაში ბმებიც კი მეორდება. ხო, მარტო ნახშირბადი არის დაკავშირებული ყველასთან და ერთმაგი ბმა გვაქვს ყველგან და ერთმანეთთან არის სხვა არავინ დაკავშირებული, ანუ თითქმის ყველანაირად იგივე ნაერთს ვიღებთ, გარდა იმისა, რომ არ არის იგივე, იმიტომ რომ არის გეომეტრიულად განსხვავებული. ხო? ანუ ესენი არიან ერთმანეთის ენანთიომერები, ანუ სტერეოიზომერები არიან ესენი, რაც ანუ ისე გულისხმობს იმას, რომ უბრალოდ განსხვავება გვაქვს გეომეტრიაში. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველაფერი ერთნაირია, მაინც ფუნდამენტურად სხვადასხვა ნივთიერებები არიან და თვისებებიც აქვთ ძალიან ხშირად ენანთიომერებს ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგალითად სინათლის პოლარიზაციას აკეთებენ განსხვავებულად. ასე შემდეგ რა მნიშვნელობა აქვს? დიდი არაფერი ჩამონათვალი გამიკეთები, ასე შემდეგს რომ ვამბობ, მაგრამ მაგაზე გაჩერებას ახლა დიდი აზრი არ აქვს ამ ვიდეოსთვის. და რომ ლაპარაკობ ამდენს იმაზე, რომ აი ერთი და იგივე ნაირები არიან ყველანაირად გარდა იმისა, რომ სინამდვილეში არ არიან ერთი და იგივეები. ეგ ცოტა კითხვებს აჩენს, რომ მაინც მაშინ ანუ ერთი და იგივე სახელი რატომ ქვიაც და არც ქვიაც სინამდვილეში. მაგრამ მარტო აი ამ სახელის დარქმევის პრინციპით რომ წავიდეთ, ერთი და იგივე რაღაც ერქმევათ, ხო? იმიტომ რომ აქაც ორ ნახშირბადიანი ჯაჭვი არის ყველაზე გრძელი ჯაჭვი და აქაც ბრომი, ფტორი, ანუ ყველაფერი იგივეა. ამიტომ რაღაცა სისტემა უნდა არსებობდეს, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ გავარჩიოთ ესენი ერთმანეთისგან და უნიკალური სახელები მივცეთ. და აი აქ შემოდის სწორედ კან ინგოლდ პრელოგის სისტემა. რომელიც რას გვეუბნება ახლა? პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, არის რომ ავდგეთ და სიმარტივისთვის ავიღოთ თქვა და ეს მარცხნივ რაც გვიხატია ეგ. ავდგეთ და მოვძებნოთ თითოეული ელემენტი, რომელთანაც დაკავშირებული არის ნახშირბადი, ამ შემთხვევაში ნახშირბადთანაა ხო დაკავშირებული, რომელიც მერე ცალკე უკავშირდება სამწყალოდ. თითოეული ელემენტი რა ნომერია, ანუ მათი ატომური ნომრები უნდა მოვძებნოთ, ხო? და თუ ამოვალთ აქ, დავინახავთ რომ ესე იგი ვინ ყავს, გავიხსენოთ, ესე იგი ყავს ბრომი არის აი აქ. არის შემდეგ ნახშირბადი, არის წყალბადი და არის ფთორი. ესე იგი, მოდი დანომრო გავაკეთოთ, ყველაზე მაღალი რიცხვი რომელსაც აქვს, ეგ იყოს პირველი, ხო? ესე იგი იქნება ჯერ ფთორი, მერე ბრომი, მერე ნახშირბადი და ბოლოს წყალბადი. ანუ გავაკეთოთ ესე იგი ამისი, კერდა, ამათი დანომრვა, ანუ ნომერი პირველი იყოს ბრომი, ნომერი მეორე არის ფთორი, ნომერი მესამე არის ნახშირბადი და ნომერი 4 არის წყალბადი. ახლა მომდევნო ეტაპი ამ დანომრვის შემდეგ არის რომ ყველაზე დაბალი ატომური რიცხვი რომელსაც აქვს, რაც წყალბადია ამ შემთხვევაში, ეგ უნდა ანუ თვითონ ნაერთი უნდა მოვაბრუნოთ ისე, რომ ეგ ელემენტი, ეგ ატომი იყოს ფურცელს უკან. ეხლა ფურცელს უკან რა იგულისხმება, რას ნიშნავს ეს? გავიხსენოთ, რომ აი ასეთ ჩანახატში სწორი ხაზი უბრალოდ ნიშნავს, რომ რა სიბრტყესაც უყურებთ, მაგ სიბრტყეზე არის ზუსტად მაგ სიბრტყის პარალელურად, მაგ სიბრტყის გასწვრივ არის, მაგ სიბრტყეში არის ეს ბმა, როცა აი ასეთი ტიპის ბმა გვაქვს, ასე დახატული. ეს ნიშნავს, რომ ფურცლიდან ან ამ ზედაპირიდან, თქვენ შემთხვევაში ალბათ ეკრანიდან, უცნაური იქნება ფურცელზე რომ უყურებდეთ ამ ვიდეოს, გამოდის გარეთ, ანუ თქვენკენ და აი ეს წყვეტილივით ხაზი მიუთითებს, რომ პირიქით არის ეკრანს იქით, ან სიბრტყეს იქით, ხო? და ახლა ეს სისტემა გვეუბნება, რომ ისე უნდა მოვაბრუნოთ ეს ნაერთი, რომ ყველაზე მცირე ნომერი რომელსაც აქვს, ის იყოს უკან. და ცოტა რთული სწორედ სირთულე სწორედ მანდ არის, ანუ ვიზუალიზაციაში მაგის. თორემ სხვა მხრივ დიდად რთული წესებით არ გამოირჩევა ეს სისტემა, უბრალოდ კარგად არ უნდა შეგეშალოს, რომ დახატო.
ესე იგი, წარმოვიდგინოთ, რომ მოვაბრუნეთ, მაშინ, ნახშირბადის ადგილას დარჩება და ბრომის ადგილას დარჩება. ეხლა რა ხდება ქვემოთ? ანუ მე თუ მინდა რომ ეს წყალბადი აღმოჩნდეს უკან, მაშინ უნდა მოვაბრუნო დაახლოებით მთელი წრის მე-13-ით, ხო? იმიტომ რომ ეხლა არის წინ, ცოტათი რომ მოვაბრუნებ, რაღაც დონეზე რომ მოვაბრუნებ, შევა სიბრტყეში, ანუ გასწვრივ იქნება სიბრტყის და კიდე უნდა მოვაბრუნო რომ უკვე იყოს სიბრტყის იქით. და ამიტომ ესე იგი რაღაც აი ასეთი ტიპის მოbrunებასთან გვაქვს საქმე და დაახლოებით ცოტა უკეთ შეიძლება ამის გაკეთება და ესე იგი უკან უნდა იყოს ჩვენი მიზანი არის რომ უკან იყოს ფურცლის უკან იყოს ეს წყალბადი შემდეგ რადგან ეს წყალბადი წავიდა აი ამ მიმართულებით იმისთვის რომ ცოტა უკეთ დავხატავ აი მიმართულებით იმისთვის რომ ყოფილიყო ფურცლის უკან მაშინ ახლა ფტორი უბრალოდ ასევე წამოვიდო და აი ასეთი მიმართულებით, ან როგორ გავაკეთო არ ვიცი, სიბრტყეში ვართ, მოკლედ დაიკავებს ამის ადგილს, მაგის თქმით, აი ამის ადგილს დაიკავებს. რაც ცოტა შეიძლება ეს ერთ სიბრტყეზე სამგანზომილებიან რაღაცას რომ აკეთებ, ვიზუალიზაცია ცოტა ჭირს, მაგრამ მე მგონი ძალიანაც არა, ხო? ანუ წყალბადი მივაბრუნეთ იქით, შესაბამისად ეს მოbrunდა ცოტათი აქეთ. და თვითონ ეს CH3 წამოვა და წყალბადის ადგილას დაჯდება, ხო? ეგ არის მთელი იდეა. ასე რომ აქეთ გვექნება ახლა ფტორი და აქეთ გვექნება ახლა CH3. ესე იგი მოვაბრუნეთ იმ პრინციპის მიხედვით, როგორც გვითხრეს Cunningold პრელოგმა. და ახლა ისე უნდა დავაწეროთ ნომრები. ესე იგი ნომერი 1, ნომერი 2 და ნომერი 3. და აი ახლა უკვე უნდა დავაკვირდეთ 1-დან 2-სკენ და 2-დან 3-სკენ რომ მოძრაობთ, საათის ისრის მიმართულებით არის თუ საწინააღმდეგოდ. ამ შემთხვევაში არის საათის ისრის მიმართულებით, ხო? ანუ 1-დან 2-სკენ მივდივართ და 2-დან 3-სკენ, ამისთვის საათის ისრის მიმართულებით უნდა წავიდეთ, ესე იგი. და ამ შემთხვევაში ამას უწოდებთ ინგლისურადაც დავწერე, იმიტომ რომ ლათინურიდან არის rectus. ესე იგი, ეს არის rectus. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, როცა დავწერთ სახელს აი ამ ნივთიერების, ესე იგი, ამ ნივთიერების სახელს რომ დავწერთ, რომ ვამბობთ, რომ ეს არის 1 ბრომო, 1 ფტორო ეთანი, ქვევით დავწერე მას, ეთანი, წინ მივწერთ ესე ლათინურ ars, ეს ნიშნავს rectus და 1 ბრომო, 1 ფტორო ეთანი, ეს არის ამისი უნიკალური სახელი. ახლა მოდი ანალოგიურად მოვიქცეთ მეორე ნაერთისთვისაც, ვნახოთ განსხვავება რა იქნება, ესე იგი აქ გვაქვს ნომერი 1, შემდეგ არის ნომერი 2 ფტორი, ნომერი 3 იქნება ნახშირბადი და ნომერი 4 არის ჟანგბადი. ესე იგი ახლა ესეც უნდა მოვაბრუნოთ რაღაცნაირად ისე რომ მივიღოთ ვითარება სადაც ჟანგბადი არა წყალბადი ბოდიში. მივიღოთ ვითარება სადაც წყალბადი იქნება ფურცლის უკან, მან სიბრტყის ეკრანის უკან. ესე იგი აი ასეთ მდგომარეობაში გვინდა წყალბადი. ეს ნიშნავს რომ ეხლა გამოდის ფურცლიდან, ამიტომ უნდა მოვატრიალო, იგივე რაღაცას ვაკეთებ ხო პრინციპში. ასე უნდა წავიდეს, რაც ნიშნავს რომ ისევ აღმოჩნდება მაგის ადგილას CH3 და ფტორი ისევ აღმოჩნდება ფურცელზე კი არა და სიბრტყეზე. ესე იგი ეს იქნება ასე და ეს იქნება აი ასე. CH3. და ახლა თუ დაუკვირდებით, ესე იგი თუ გადავნომრავთ, ეს არის ნომერი 1, ეს არის ნომერი 2 და ეს არის ნომერი 3. ახლა გვჭირდება რომ გავიაროთ აი ასეთი მიმართულებით, რომ მივიდეთ 1-დან 2-ში და 2-დან 3-ში. ესე იგი ეს არის საათის ისრის საწინააღმდეგოდ. შევამოკლებ. კარგი, ესე იგი მივიღეთ განსხვავებული სიტუაცია აქვს და ამას უწოდებთ sinisters. მოდი ჯერ ინგლისურად დავწერ, თან შეცდომით ვწერდი sinisters. ესე იგი, ესეც ლათინურიდან მოდის, sinister, ესე იგი, sinister. და ამ შემთხვევაში თუ გვინდა რომ დავწეროთ ამ ნივთიერების სახელი, ეს იქნება წინ S და შემდეგ იგივე 1 ბრომო ვერ დავატევ 1 ფტორო ეთანი. და პატარა ტრივია სანამ დავამთავრებთ ამ ვიდეოს, შეიძლება გაგიჩნდათ კითხვა, rectus-ზე შეიძლება ნაკლებად, მაგრამ აი sinisters რაღაცას მაინც მიემსგავსებდით, ხო? სიმდროში იდეა არის ის, რომ ლათინურიდან rectus რომ მოდის ნიშნავს მარჯვენას და sinister ნიშნავს მარცხენას და sinister ასევე არის დღეს ავბედითი, ცუდი, რაღაც ეგეთი მნიშვნელობა აქვს, რაც ანუ შეიძლება ლოგიკური არის, იმიტომ რომ
ძირითადად ხომ ხალხი არ არის ცაცია და ამიტომ ვინც ცაცია ალბათ დიდად არ უყვარდათ გაგონილი გექნებათ ეგ რომ რაღაცა ეს უცნაური ტიპია რატომღაც მარცხენა ხელით აკეთებს რაღაცებს და ანუ პრინციპში ქართულ ენასაც რო დაუკვირდეთ იგივეა ხო ანუ მარჯვენა არის გამარჯვებასთან და მარჯვე და ასე შემდეგ და მარცხენა არის დამარცხებასთან ასოცირებული ასე რომ დიდად განსხვავებული რამე არ არის შინაარსობრივად